ხატია წერისლის შემოქმედება რაში გადის? მეწამობაში. ციტრამონის ზედოზირება მქონდა. აი ბიჭობა თუ ტორტი. გიორგი ჩაიცრი დეტალები. ვერავინ ვერ გაკაკებებთ, მით უმეტეს მათ, ვინც უკვე ხართ. სალამი. გამარჯობა, ეთერში ახალი ეპიზოდი ეკლექტიკის. მეშვიდე ეპიზოდი. ისე YouTube-ზე რო გადის რაღაცა ეთერი ქვია? არ ვიცი რა ქვია. ნონა. მადლობა ფიდბექისთვის და არგუმენტირებული რჩევებისთვის, მათ შორის იმით, რომ მაგნა გავს ნუღაჭამთო, იმიტომ რომ არანაირი შინაარსი არ ქონდა დამარცხლები იყავით, ჩვენც დიდად კმაყოფილები არ ვიყავით, იმიტომ ჩემო კუჭმას დაისვენა. კი, ნამდვილად. ასე რომ ეს არ იქნება, საკმაოდ ჩვენი პოდკასტი უფრო შინაარსი არის ორიენტირებული და ეგ ყველაფრიდან თითქოს ამოვარდნილი იყო, მაგრამ თუ იქნება რაიმე სახის თანამშრომლობა დავაბრუნებთ და ყველაფერს შევჭამთ. კი. ქაქის კარტა. მანამდე უბრალოდ რომ პირი გაგვისველებინა ერთმანეთისთვის ასმელი მოვიტანეთ ის რაც მგონია რომ ლევანს უყვარს და გაუსწორდება და მე რაც თაკროშეს მაღაზიაში და წყურია პირველი რას აიღებს ეგეთი რაღაცა ავარჩია ჩემი აზრით. და ზუსტად მის რო სწორად. და ეს არის წყალი. წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა და მე ლუდი არ მომაკლოს უფალმა. რატო გადაწყვეტე რომ ლუდი არის ჩემს საყვარელი, აი პირველი რომ ლუდს ეხლა სადეგრეც არ ვსვავ. არ არის საყვარელი სასმელი? ძალიან. წყალს მირჩევნია. წყალს გირჩევნია. მე წყალს არაფერი არ მირჩევნია. ლუდი მე მიყვარს, როცა მეგობრებთან ერთად ვარ და რამე სპორტის სახეობას ვუყურებ. ალბათ უფრო ფეხბურთს რა. დიდ ხშირად ეგ არ ხდება ხოლმე სხვა მიზეზით. ლუდს, მაგრამ ეგ კარგი ვარიანტია ხოლმე. ლუდს როგორ სვავ ქაფით თუ უკაფოთ? უკაფოთ. ეგეთი ის არსებობს რა ქვია, დაკვირვება მეცნიერული, რომ მე ყოველთვის ვსხავდი ხოლმე დაყირებული ჭიქით, როგორც ასხავე, რომ ქაფი არ მიყვარს რა დიდად. მე ვამაყობდი რომ ეგ ვიცოდი. ხო, მაგრამ და ძალიან საწვალებელი დასხმელია ეგრე და რეალურად ის ქაფი, რომელიც აქ ამოდის, თუ აქ არ მოიყვანე კუჩი ამოგივა რა, იმიტომ რომ იქ ჩავა ეგეთ მდგომარეობაში გაუყვანა. მაგის გამო ხშირად. გაუყვანა რა არის. გაზიანი რო არის მაგის გამო ხშირად კი არის. ეგერი ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც არ ვსვავ. და ფეხბურთს რა შეეხება რაო? ხო და ფეხბურთის დროს ანუ მიყვარს, ანუ მიყვარს მოსაწონე უნდა ვაკეთოთ. ანუ ჩემი დრო მითხრა რომ სპორტის რომელი სახეობა ფეხბურთს გეტყვი, იმიტომ რომ მგონია რომ კალათბურთს. ხო არა, აი მგონია რომ ყველაზე კარგად საყურებელია და შენგანაც ბევრ ენერგიას მოითხოვს თან რაღაცნაირ არ ვიცი რა მაგ დროს კარგად ვარ ხოლმე ფეხბურთს რო უყურებ რომ არ ვიცოდე საერთოდ ვინ თამაშობენ და ეგ ხშირად ხდება რომ საერთოდ აზრია კარგად არ ხარ ხავი ძალიან იხარჯები და მე რაც უარხარ გინახავს ხოლმე და ამიტომ ხშირად არ ვუყურებ იმიტომ რომ ფიზიკურად მე ორი დღე ვერ ვდგავარ ფეხზე მიუხედავად ანუ ეს მემართება არ ვიცი ნუ თუ ვინმე მაინტერესებს საქართველოს ეროვნული ნაკრები თუ თამაშობს მაშინ ყველა ეგრეა მაგრამ აი თუ ჩამთრევია რა აზრტულია და მაგიტომ მომწონს მე არ ვარ ზოგადად სპორტის დიდი მოყვარული ადამიანი გულწრფელად მიუხედავად იმისა რომ 8 წელი დავდიოდი კალათბურთზე და როგორც უკვე მილიონჯერ თქვი პეპელას მეძახდნენ კალათბურთი მაინც უფრო მომწონს იმიტომ რომ ჩემს უფრო დინამიურია სწრაფად იცვლება პროცესები და მოდენს პატარა და მოზაური კაცი 80 წუთი არ დასდებს წარამარა რაღაც ვარდება და ეს უფრო დრაივია ჩემს და მომწონს და მე პირიქით აი ახლოს რო არ და რო გონია რომ გოლს გაიდანს და მე ყველაფერი თავიდან რო იწყება ეს ფეხბურთს მარტო ვუყურებ ხოლმე ევროპის ჩემპიონატის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ისე და ეგეც ალბათ ორი ჩემპიონატი მაქვს ნანახი და აჩემება მაქვს რომ ესპანეთი მიყვარს და რატომ მიყვარს ვერ გადავწყვეტე ჯანდაბას ესეთი აკვიატება მაქვს და დავიწყე ყურება ეხლა როცა ჩვენი ბიჭები საქართველოს ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე მაშინ ვიყავით ძალიან ჩართული, ძალიან. კი. და გახსოვს ერთად ვუყურებთ პორტუგალიასთან თამაშს, მაშინ მართლა ვხავდით, იმიტომ რომ შოქში ვიყავით, ისეთები აკეთეს. კი. ჩვენებმა კარგად და იმათმა ცუდად. ივნისში რო თამაშები გქონდათ, აი მახსოვს რომ აი ეგეთი ემოცია ძალიან იშვიათად არის ხოლმე. შეიძლება რაღაცები მიხარია ყოველდღიურადაც ან თვეში ერთხელ ორჯერ, რა ვიცი როგორც საშუალება არის ხოლმე, მაგრამ აი მახსოვს რომ იმდენად დადებითი ემოციების, იმდენად დიდი ენერგია იყო, რომ ორი დღე უბრალოდ შფოთავდი, ანუ კარგი მიზეზით შფოთავდი და აი ეგ შეგრძნება რომ ახსენდება, მე გული მწყდება, რომ ეს შეგრძნებაც წამერთვა. ანუ ეს სუცუდად არის რა, კარგად არის შფოთავს, სუცუდად არის შფოთავს. ანუ იმდენად დიდი ენერგია იყო და ემოცია იყო, რომ მაგის გამო შეიძლება რომ ადამიანი ცუდად და საყოველთაო რა, საყოველთაო დიდი სიხარული რამდენი ხანი ამ ქვეყანას არ უქრწნია. არც ვიცი როდის იგრძნო. არ ვიცი, მაგრამ ფეხბურთი ნამდვილად იყო ის, რაც გაერთიანა, ხო.
და მოვიდა ვიღაცა ბოროტი პიძია და შეგუჭო. ფეხბურთში კიდე გარდა იმისა, რომ ხო და ეხლა რატო მომწონდა, გამახსენე რომ ფეხბურთი, აი ხა კვირის თამაშის მიმდინარე გამო. პროცესებზე, ხო. მაგას ამ კლუბურჩიც გადახვევით, რომ ის მომწონდა, რომ მიმდინარე პროცესებს მეტნაკლებად გარკვეული ნაწილი ეხმიანებოდა ადეკვატურად ფეხბურთელების რა. და ეხა აღარ ვუყურებ. იმიტომ რომ მგონია, რომ არც სპორტი, არც ხელოვნებას და არაფერს არ აქვს აზრი, თუ იქ კარგი მოქალაქეები არ არიან. მე არ ვიცი, რომ ცუდი მოქალაქეები არიან სამსახად. უბრალოდ დუმილი ჩემი აზრით ასე დროს დანაშაულია და ძალიან თითქოს ჩამოსათვალე კოჩო რა ბუდუ და რამდენიმე ადამიანია სულ ვიც ძალიან მიყვარს, ისაც მიყვარდა და ეს ჩემი კეთილგანწყობა მათ არაფერი არ ჭირთ. ეხლა საიმის რომ ჩემი კეთილგანწყობა ჭირდებოდეთ რამეში, მაგრამ ჩემი მხრიდან ჩემი კეთილგანწყობა შენ არ ჩუნდა, მაგრამ ეს საყოველთაო ჩემთვის აღარ არის რაღაცნაირად რა. ისაც არ გვიждდებოდი ამ ფეხბურთზე და ალბათ მაგიტომაც დამატებით. მე მგონია რომ აი რაღაც სხვა სპორტის სხვა სპორტის სახეობა რო ყოფილიყო თუნდაც კალათბურთი ამ ხელა რეზონანსი შეიძლება ვერ გამოეწვია, იმიტომ რომ არ ვიცი რატომ, მაგრამ ესე მგონია რა დიდად არგუმენტები არ მაქვს, მაგრამ თითქოს აი ვისაც ესმის ან არ ესმის ფეხბურთის ყურება თითქოს უფრო ყველას შეუძლია შეიძლება ვწდები. მე ყველაზე მეტად მეწყინა ის რომ ბოროტმა ბიძიებმა რო გაიგეს რომ აი რაღაცა არის რაც ქართველ ერს აერთიანებს და ყველას ერთნაირად მოწონს, ყველას ერთნაირად უხარია და აბედნიერებს რა და ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოღონდ კარგად არ ვიყოთ და ყველაფერს აკეთებენ, აი ძალიან მარტივად შეიძლება და უბრალოდ შეეშვა ანუ ამ ადამიანებს და არ ვიცი, ხო, არ გასვარო, აი არ დაუზახო თავიანთ კლიპში, რომელსაც მე აიძულებ რომ მიიღოს მონაწილეობა. არ მგონია რომ ეხლა თვითონ ვინმე მისულიყო მაგათთან რომელიმე იმ 4-დან თუ ვწდები 4 იყვნენ და დამდგარიყვნენ კარებთან ჩამდგარიყვნენ და აი ოღონდ თქვენს რაღაც რეკლამურ გოლში მიგვაღებინეთ მონაწილეობა და რაღაცა მსგავსი ეგრე არ იქნებოდა. ანუ რამდენად დიდი ზეწოლა შეიძლება ყოფილიყო სხვა მოთამაშეებზეც წარმომიდგენია. და რომელიმე მათგანს რო ოპოზიციის კლიპში მიიღო მონაწილეობა, რა მოუვიდო და ეგეც საინტერესოა. რა თქმა უნდა, რომ ის ეროვნული ნაკრების წევრი აღარ იქნებოდა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ანუ არ აინტერესებთ ეროვნული ინტერესები არ აქვთ, უბრალოდ საკუთარი ინტერესები აქვთ მარტო და ყველა ვისაც ისინი არ მოწონს, მათთვის არის მტრები. და აი ეგ გააკეთეს რა რომ რაღაც რაც აერთიანებდა ხალხს ეგ დაშალეს. სამწუხარო რეალობა, ანუ არავის არ ეწყინება მათ გავს და უნდა ყავდეს კიდეს და ჩვენც არავის არ გვწყის მათი გამარჯვება. უბრალოდ აი ეს ის ნაწილი დარჩა, რომ აი თავისუფლებას მაგას ვერ მისცემ. თან კვირას ამ დღეებში ისე დაემთხვა, რომ ერთი რაღაცა ეს ეროვნული ზეიმი იყო, არ ვიცი, ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, როცა ორივე კალათბურთშიც და ფეხბურთშიც მოვიგეთ და მეორე დღეს ატყდა ერთი ამბავი, ცემატყება, არჩევნები გარს მოგვადგა და აბა ვინ უფრო მეც გალახავს. მანამდე რამდენიმე დღით ადრე რაღაც 20-მდე ადამიანი დაიჭირეს და ვისი დაიგონათ ალბათ რომ იქ რაღაცა წრუფეხობა დარჩებოდა და მარტივად მოერეოდნენ, ეგრე არ მოხდა, მაგრამ შეჭათ ქალები და ათრიეს როგორც შეძლოთ რომ ეთრიათ და მე გამოვლენ და იტყვიან რომ ქალი-ქალია, კაცი-კაცია, პატივისცემა და რაღაცა მსგავსი და იქ უკან რო ხალხი იდგნენ და თან პოლიციის კორდონი რო იცავდა და აი ეს საერთოდ ვერ ხვდები. თან რო ძველი ბიჭი ხარ თუ რაღაც მსგავსი, თან რო პოლიციის კორდონის უკან გახარ, თან რო პოლიციასთან თანამშრომლობ, მაგრამ შენთან რო ეს რაღაცა შენს კულტურაში არ ითვლება კარგ ტონ, აი ვერაფერი ვერ ვინ არიან საერთოდ? ანუ რაღაცა ხო არის მიმდინარეობა ადამიანების, რომლებიც რაღაცას იცავენ, ანუ პოლიციასთან არ თანამშრომლობ, იმიტომ რომ არ გჯერა თუ რაღაცა ეგეთი რა. სამმართველდამცავები თუ რაღაცა ეგეთი არ, მაგრამ არა, ესენი ანუ რა გორცაწყობთ ისე იქცევიან. ჯერ ჩემთვის მათ ყველაზე ნიშანდობლივი არის, რომ აი ეს კაი ბიჭობა თუ ტორტი. არც ერთი არა მაგათ მხარეს. არც კაი ბიჭობა და არც ტორტი. სიგუას დამცხრება. ზეიკიძის ძეხვი. პირველი რაც მინდა მაგაზე ვთქვა არის ის, რომ ქართული ოსნობის მთელი პროპაგანდა ნარატივი არის კაი ბიჭობაზე მართლა აწყობა, აი რაღაცა კოლორიტობაზე, კალაძის თბილისური კოლორიტობა არ გაიშვას. კალაძისთან ერთად ემიგრირებულია თბილისში, ხო? რაშიც პრობლემა საერთოდ ვერ ვხედავ, რომ ემიგრირებულია რაიონიდან, მაგრამ ანუ ნუ მე თბილისელება, ანუ არ შეიძლება ეგრე. ეგ ერთი და მე მეორე, ჩემი ეს მათ ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ ეგ სასტავი, კოცები რა საწვევია, რომ ჩვენ ვართ რაღაცა ქართველი კაცები თუ რაღაცა, არც ერთი ქართველი კაცი, გოგოს არ დაარტყავს ხელს და ხელის დარტყმას რო თავი დავანებოთ, ესეთ ჟესტებს არ გააკეთებს მათი თანდასწრებით, თორსა წინ ქალი დგას. არ აქვს მნიშვნელობა ის ქალი მის პოზიციას იზიარებს თუ არა, ქართველი კაცები ეგრე არ იქცევიან, არასდროს არ იქცეოდნენ და თუ ქართულ ტრადიციებზე ვლაპარაკობთ, ეს მანდილოსნის პატივისცემა ქალების პატივისცემა სლომანძილოსას ვერ ვიტან. ჩემი აზრით არის უმნიშვნელოვანესი ფენომენალური, შედევრალური მიგნება ქართული კულტურის, რომელიც
რომელიც სწორედ მათი მხრიდან ირყევა, ეგ ერთი და და მეორე. სუფრაზე დალეულ ყანწებს ქალის ადღეგრძელობისთვის მისამართებს მიგასწავლით. ხო, და მეორე კიდე, აი რა საზოგადოებად გასო იქომანდ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კადრი იყო, რომელსაც აქ არჩევსო, მაგრამ მიხვდებით, ერთი ბიჭი იყო, რომელიც ჯერ პირ ჯვარს გვწერდა და მე შუათითებს გვაჩვენებდა და მაგ ბიჭს მე ვიცნობ 7 წლის წინ გავიცანი, სიუჟეტი გადავიღე მასზე, არის შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირი, ამ ადამიანს ნუ დასცინით და ნუ ლანძღავთ, იმიტომ რომ ნამდვილად ის არც მენტალურად, არც ემოციურად და არც ინტელექტუალურად არ შეესაბამება თავისი ასაკის განვითარებას. ვიცნობ მას ლუკა ქვია, გვარს აღარ ვიტყვი, ხარო ძალიან არ გავასაჭერო, რა ვიცი, მაინც ისეთ ყოველთვის ვერ მაინც ვერ მოვიქცევი. სრულწლოვანია. სრულწლოვანია ნამდვილად, იმიტომ რომ მე რო გავიცანი, მაშინ გახდა 18 წლის და იყო ფონდი ევნანას ბენეფიციარი. ჩემი სიუჟეტიც მაგას ეხებოდა, რომ ფონდი ევნანამ გადასცა სახლი, ეს ოჯახი იყო სოცდაუცველი, ცხოვრობდა 12 კვადრატულში, სადაც ეძინათ იქვე ჰქონდათ საპირფარეშო და სამზარეულო ერთ ოთახში, საშინაო სიტუაციაში ცხოვრობდა 12 კვადრატში, სახლი გადასცეს, 18 წლის რო გახდა როიალი უყიდეს, უფინანსებდნენ მუსიკალურ 10 წლებში სწავლას ამბავს და პლუს ყოველთვიური სტიპენდია ჰქონდა. ანუ ფონდმა იავნანა პატა ბურჯულაძემ დააყენა ეს ბავშვი ფეხზე მართლა და ამ ბიჭში კი არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ეს ბიჭი არის მოწყვლადი, ვინც იყენებს ამ ბიჭს იმისთვის, რომ ხან პირჯვარი გაწერინოთ და ხან შუათითები აჩვენებინოს ჩვენზე, იმათშია პრობლემა, იმ ადამიანებში რა. მაგის გაგრძელება არის აი ეს ქალბატონი, რომელიც იდეაში ყველამ ვიცით რომ მოწყალებას ითხოვს და ქუჩაში დგას, მაგრამ უცებად გამოჩნდება ხოლმე ქოცების რაღაც შეკრებებზე და ეხლაც რო ყვირო და ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო და სამწუხარო არანაირი ადამიანობა მაგათ არ გააჩნიათ. ამ ქალის დახმარება თუ უნდა შეუძლიათ რომ დაეხმაროთ და ეს ქალი რა ვიცი ყოველდღე ქუჩაში შეუძლია რომ არ იდგეს, მაგრამ მასაც აქვს რაღაც პრობლემები შეიძლება, არ ვიცი არაფერს არ დავაბრალებ, მაგრამ ფაქტია რომ იდგა და ყვიროდა რომ თავისუფლება გააძესო. ხო. ხო? ხო იყო ეგრე. ანუ ესეთი ადამიანები გაუბედურეს და მე საკუთარ მონებად აქციეს. მეტის თქვა არ შემიძლია. აი ძალიან დიდი ბულშიტი კიდე მანდ არის ქართული პოლიცია ჩემი აზრით რა. აი მუნდირის ღირსებაზე და რაღაცებზე ნუ რავი ნუ დამელაპარაკება თორე სახის ჩამოუღებ გეფიცები, იმიტომ რომ ქალი, ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, რომელმაც რაღაცა ხელი მოუცაცუნა ლოყაზე იმ გარეწარს 2 წელი ზის ციხეში და აი ეგენი მონსტრები და მამონტები და ძალიან ბევრი. რაღაცნაირ ორკები იქეთკენ ვინებიც არიან. ბოთლებს ისროდნენ და ხელებს ჯერ ქალებს ემდნენ მათი თანდასწრებით, ჟურნალისტებს ტელეფონებს, სამუშაო იარაღებს ართმევდნენ, მანქანაში კეტავდნენ პოლიციის თანდასწრებით, არ იმძრეოდნენ და პოლიციელებს ბოთლები მოხვდათ თავში და ერთ-ერთი ჟურნალისტი, ერთ-ერთი გამოცემის დირექტორი წერდა, რომ პოლიციას ვეუბნები, რომ ჟურნალისტო რო ართმევსო ტელეფონს, რატო არ ესარჩლებიო რა და ჩვენც მაგარი ნაცემები ვართ და ანუ თვითონ პოლიციამაც კარგად იცის, რომ თვითონ იმ ხარემ ვისკენაც დგანან, იძულებით თუნებით, არ ვიცი, მაგრამ უკვე ჩემი აზრით ნებით დგომაა ეს. იმათ მოსცემეს პოლიციელების ჩვეულებრივად, მაგრამ რა თქმა უნდა, არავინ არ დაუჭერიათ. ქვეყნის მთავარი კრიმინალი ხო მზია ამაღლობელია და ციხეშია და რას თორია პოლიციელებს იმის მერე საფრთხე აღარ დამუქრებიათ და ძალიან გამწარებულები ვართ როგორც შემჩნიეთ, მაგრამ არ ვიცი როგორ შეიძლება რომ და თათბილი ლუდი მომიტანე და უფრო ბრასდები. გათბაეტყობა ჩემო კარგო, ჩემი გალი არ არის. ადუხდა ტემპერატურა ამ სტუდიაში. ის ვდუღვარ. ხო, ზუსტად. მაგრამ არ ვიცი, ნორმალურ ადამიანის ნერვები როგორ შეიძლება რომ არ მოგეშალოს, რაც ვნახეთ იმ ყველაფერზე, არ ვიცი, ანუ იმხელა კაცი პატარა გოგოს რო ისერს უგრიხავ. პატრონი არ ყავს ამ ქვეყანას, ოღონდ მართლა. ჩვენს პოდკასტს ბევრი ადამიანი არ უყურებს, მაგრამ მსგავს მონაკვეთებს, რომელსაც ვდებთ ხოლმე სოციალებში rilsებად, უყურებენ და ტროლები გვესევიან და ზუსტად ვიცი ნახავთ. როცა აი მე უნდა ვთქვა, აი ესე რო აკეთებთ ხელებს, აი აქ გამოიხანეთ აქ, ქენეთ, იქენეთ, რაღაც ბინძური ტიპები რო ხართ, აი მაგას რო აკეთებთ, ქალებს რო აჩვენებთ მაგას. ავადმყოფები რო ხართ. ავადმყოფები კი არა, თქვენ გაქვთ პატარა ჭუჭუების კომპლექსი. და სხვათა შორის 21 საუკუნეა 2025 წელია და მაგის პლასტიკური ოპერაცია კეთდება, შემიძლია რომ ჩაგიგდოთ საკონტაქტო ნომრები და შეგიძლიათ რომ დაეხმაროს თქვენს თავებს, თუ ეგ თქვენთვის პრობლემაა. აქ უკვე ვიცი რასაც დაწერე. Size is a matter. Wow, slay. და რადგან ბოტებზე და კომენტარებზე და რაღაც ეგეთებზე ვაპარაკობდით, ჩვენთვის უცნაურად, იმიტომ რომ არ პატარა ზომის კომპლექსებზეც. ხო, ჩვენ არ ველოდებოდით, რომ იმ სამი ადამიანიდან, რომელიც გვიყურებდა, იყვნენ ბუმბერაძე იუთუბერებიც. ბევრი გამოწერი ყავს მართლა და ბევრი უყურებს არა. ხო, მესმის, იმიტომ რომ საზოგადოებას ირეკლავს.
აი, ხო, ალბათ. და რაღაც დაგვაფასა, წინა ეპიზოდში ვსაუბრობდით იუთუბერებზე და ეს ისე მომახდა, რომ მე ნახევარი ვერც მოწონება გავიხსენე და ვერც არ მოწონება, მაგრამ ეთყობა ვინც ერთებს ის პოულობს და დადებული არ მქონდა ზიპერაზე ვიდეო, რომ კომენტარი დაგვიწერა. თუ გაჟიალებს, მაშინ კაი, თუ რაღაც ეგეთ დამეწერა, მე მეხებოდა რა. სელფი ჩაგვიგდა და ორივე ვიყავით ჩემი აზრით იმ სელფში. ის ჩვენ სწორია მე ვიყავ. გაგვასახიარებდა. ხო. აი, მე ვიყავი. ხო და რა ვიცი, მადლობა. ვიღაცები წერდნენ, ხო არ გინდა ძმა, ისა ძალიან გინდა რომ ზიპერა გაგდისოს. ხალხო, თქვენ ალბათ ვერ მიხვდით, უკვე მეშვიდე ეპიზოდია და ვიღაცები ხო პერიოდულად გვიყურებთ ალბათ, ან არ გვიყურებთ, არ ვიცი. მაგრამ სხვა დროსაც ხო შეიძლება ჩემი ვიდეო სადმე გენახათ ცხოვრების მანძილზე. ანუ ალბათ ვერ მიხვდით, რომ ფეხებზე მკიდი ხართ, ანუ ეგეთი ადამიანები, ვინც შეიძლება გამდისოს ან გამკიცხოს ან გამაკრიტიკოს, ფეხებზე მკიდია. ანუ ჩვენზე ეგეთი რაღაცები არ მოქმედებს და არა, უსაფუძვლოდ თორე ვიღაცა პატარა ჭუჭუების კომპლექსი YouTube-ზე შეინიშნება სხვათა შორის. არა, ჩვენ გულისხმობთ, მე გულისხმობ, ეს არ ვიცი რას გულისხმობს, არგუმენტაციას თორე ისე, რავი. და ზოგადად ყველაფერში ვაქცევ ყურადღებას შინაარს ჯერ პირველ რიგში, ხო? და როცა ვხედავ, რომ რაღაცა ანტიევროპული, არ ვიცი, ანტიქართული და კოცური კონტენტი თუ აქვს ვინმეს, რა თქმა უნდა, რომ იმას არ ვუყურებ. იმიტომ რომ ყველა ხვდება სხვადასხვა სოციალური პლატფორმის ამ მნიშვნელობას და სიძლიერეს და YouTube-იც მათ შორის არის და ჩემი აზრით როგორც ტელევიზიებში უნდა რაღაცა გაფილტრო რას უყურო და რას არა, YouTube-ზეც იგივე უნდა იყოს, თორე არ ვიცი ხა ეგენი YouTuber-ებად ითვლებიან თუ არა წმინდა სამებას გულისხმობ ის სამაიასავით რომ ერთმანეთის ზურგს უკან ზიან და თუ არ ვწდები მაგათი ფაქო ამიკო და მესამე სახელი არ ვიცი. აი ეგენი ეკა თუ რაღაცას რო ეძახდნენ კომედი შოუში. ჩემს ნამდვილად დამთავრებული იყო მაგ ადამიანების არსება. ხო და ანუ ეგენიც ვიცით, ანუ ეგენი მგონი რაღაცებს თამაშობენ და რა ვიცი, კარგად არიან, ბერა უხდი და თავიდან ეგეთ ხო ვიცით მაგათი სასტავია. GDS-დან მოდიან და მესმის რომ ეგენი კარგად არიან, პრობლემა არ აქვთ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ანუ მე მაგაზე არ უნდა მქონდეს რეაქცია და არ უნდა ვთქვა, რომ კარგია, იმიტომ რომ აქციების პერიოდში გინდა თუ რა ვიცი რამე კოცური ყრილობა სადაც არის წინა რიგებში თუ არა, მესამე რიგს მე მგონი არ გასცდენიან და ანუ ესეთი ადამიანების მე რა ვიცი პლატფორმის მიცემა თუნდაც იგივე სხვადასხვა არხებზე ეგეც არ მგონია სწორი, იმიტომ რომ მე მესმის და ყველა ჩვენგანი ეგრე არის, რომ ჩემს რაღაცა წრეში, სანაცნობო წრეში ყველა ერთნაირად ვერ იფიქრებს და მათ შორის მეგობრებს ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ნაცნობებს შორის იყვნენ რა თქმა უნდა კოცები, მაგრამ ჩემი მკაფიო და რაღაცა გამოხატული აზრის გამო თვითონაც ერიდებიან ჩემთან ურთიერთობას, იმიტომ რომ იციან რომ არის რაღაცები, რაზეც მე აუცილებლად მექნება რეაქცია და არც იმათ არ უნდათ ჩემთან ჭხუბი და იდეაში მე საერთოდ არ ვარ მოჭხუბარი ადამიანი და ვიღაცებთან რო კონფლიქტში შევიდე, მირჩევნია რომ ამაზე ან არ ვუთხრა, ან ვიცი რომ თუ Facebook-ზე რაღაცას გავაზიარებ ან ასე შემდეგ და ან იდეაში მიყურებენ, ანუ იციან მე რას ვფიქრობ და ჩემთან რაზე აქვს აზრი კამაც ან არ აქვს კამაც აზრი. მოკლედ რო შევაჯამო არის ის რომ შეიძლება რომ ვიღაცებს ვერ მეგობრებოდეთ და რაღაცა სხვანაირი გადაკვეთა გქონდეს და თვლიდეთ რომ კარგი ადამიანები არიან ან ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა ზღვარი არსებობს რომ როცა ვიღაცებისთვის შეიძლება რაღაცა რა ვიცი, აღმატებული საუბარი არის ეროვნული ინტერესებზე საუბარი, მაგრამ ეგრე არ არის. სინამდვილეში ძალიან მარტივი არის, რომ თუ ქვეყანა არ იქნება, შენც არ იქნები, ანუ ქართველი არ იქნები, სხვანაირ რეალობაში გაიღვიძებ და მნიშვნელოვანია რომ მაგის შენარჩუნებაში ყველამ ჩვენი წვლილი გავიღოთ და მით უმეტეს ის რომ არ ვიცი მე მგონია რომ ბევრი ადამიანი თავის სამეგობრო წრეში როცა არ ვიცი დაბულინგებას ეძახიან ეგენი მაგას რომ მეუბნებიან რომ არასწორად ფიქრობ იმიტომ რომ რეალობა ეს არის და ამას აჩვენებენ ეგ კარგი საქციელი იყო და ბევრ ადამიანზე მაგან იმოქმედა როგორც მინიმუმ შერცხვათ მაინც და ხმამაღლა მაინც არ საუბრობენ მაგაზე და ამიტომ მიხვდნენ რომ ხოცობა ტეხავს ხო და ამიტომ არ უნდა ვერიდოთ, რა თქმა უნდა ეს გინებას და რაღაცა ლანძღვას არ ნიშნავს, მაგრამ კონსტრუქციულად, მაგრამ უნდა გავაგებინოთ, რომ რა არის, რატო არის ეს არასწორი, რაღაც ეტაპზე საუბარი, რა თქმა უნდა, ჭრის. ვიზე ლაპარაკობ? ხა ამიკოს და ფაქტორს არა, ზოგადად ვსაუბრობ, რომ როცა იცი რომ რაღაც არხი არის YouTube-ზე არა მარტო, ანუ ზოგადად ჩვენს ურთიერთობაში როცა ვიცით რომ რაღაც სხვაგან არიან, აუცილებელი არ არის, რომ ეგ ახლა კოცების ამომრჩეველი კი არის, მაგრამ მაგას რაღაცა აქვს კაი გაკეთებული და ჩემი მეგობარია და ასე შემდეგ, ანუ როგორ შეიძლება რომ მე ვფიქრობდე რომ ეს არის შავი, შენ ფიქრობდე თეთრია და შენ გემეგობრო. ან რაღაც გეკონტაქტო. მით უმეტეს ამ სიტუაციაში. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. ეხლა რაღაცას ვიტყვი.
და თუ გეზრდებით და მე ამოვჭრათ, თუ არ გეზრდებით ამიანად დაბტოვოთ. შეიძლება ალკოჰოლის ბრალი. აი მე ძალიან დიდ პატივს ვცემ წინა ეპიზოდში ვთქვი, მაგალითად ტატო ბაციკაძეს და მასთან ერთად რომ მიყავს გადაცემა კალატოს ხო. ჩემთვის წარმოუდგენელია დამიძახონ რაღაც გადაცემაში, რომელსაც ასევე პატივს ვცემ მაფიას გულისხმობ და ის არის რა ქვია მაფიოზობნავს თამაში და გვერდით მეჭდეს ის რა ქვია კოცი ფაქო. ან ჩემთვის არის წარმოუდგენელი. ეგეც კონფორმიზმია გარკვეულწილად ამ ორ ადამიანს მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი აზრით რაღაცებზე უნდა გადაჭრით თქოს არა და თქვენ რო გეთქვათ არა ჩვენ არ მოვალთ მაგალითად იქ სადაც ვიღაცა კოცის ის რომელიც ბერასწმაკაცია და ამათ პოლიტიკას აპრავებს და ის რა ქვია პარტიულ ყრილობებზე წინა რიგში ზის სტუმრად არ მიიყვანდნენ მას და თქვენ მიხვიდოთ ხო იცით რომ თქვენი წონა ბევრად უფრო დიდია ან ხო იცით ხანდახან ჩემ თან არ მინდა ამ ადამიანს გაკრიტიკებენ და სუსტორად ვლაპარაკობენ რა მაგრამ აი ჩემი როგორც მართლა გულწრფელად მაყურებლის გადმოსახედიდან მე არ ყოლიათ ანუ ბოლოს ხო მე არც ერთ არ ვაკრიტიკებ მაგის გამო რომ ჩემი როგორც მაყურებლის გადმოსახედიდან შეიძლება ამის გაკეთებაც დამატებით რა და არავის ჭკუას არ ვასწავლი მით უმეტეს ეგ რასისურელია უბრალოდ მე ეგ ჩემი აზრია რომ როცა ვიღაცა რაღაცას არასწორს აკეთებს და თან ეს არასწორი ძალიან მნიშვნელოვანი გავლენას ახდენს იმაზე რომ სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალოს ამაზე რეაქცია უნდა გქონდეს და მინიმუმ იმითი რომ აღარ ვეკონტაქტო ეგ მარტო ეგ შემიძლია რომ აღარ ვეკონტაქტო თუ ამდენი ხნის განმავლობაში მისი დამოკიდებულებები არ შეიცვალა. ეხლა იმედზე რომ იწყება ახალი გადაცემა ევროპის ბნელი მხარე. ევროანალიტიკა. რატო გამახსენდა, იმიტომ რომ ჩვენ რო რეალურად საზოგადოება ვიყოთ და ყველაფერზე სწორი რეაქცია გქონდეს კონკრეტულ ჩვენ წრეში, როგორც მინიმუმ და მე უფრო ფართოდ, ამდენს ვერ გაგვუბედავდნენ. ეხლა რასაც გვიბედავენ, მაგდენს ვერ გაგვუბედავდნენ. თუმდაც გოგოებს ვერ გალახავდნენ ქუჩებში. რაღაც სისულელე აკრძალვებს ვერ მოიგონებდნენ, სახლებში ვერ შეუვარდებოდნენ ადამიანებს, რომლებსაც უვარდებოდნენ, გზიდან იტაცებდნენ. ძალიან კარგად მახსოვს ერთი ჩემი რესპონდენტი, საღამოს რო შეუთანხმდი რომ მეორე დღეს გადაცემაში უნდა მოსულიყო, ვერ მოვიდა, იმიტომ რომ იმ ღამით სადღაც მიდიოდა და შუა გზიდან გაიტაცეს და დილამდე არავინ არ იცოდა სად იყო. აი ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ, ჩვენ რომ ყველაფერზე სწორი რეაქცია გქონოდა, სწორი რეაქცია გქონოდა საერთოდ და გვეთქვა რომ ვაი და ეს მეორე დღეს არ დაგვევიწყებინა როგორც ვივიწყებდით და ის უბრალოდ ეგ დავიწყება არის, რაც რეალურად საქმეს აფუჭებს და უფრო და უფრო ამძიმებს. მათ კიდევ ერთ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სწორ მხარეს მდგომი ადამიანები იქნებოდნენ ეს აქტივისტები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები თუ სხვა, ხშირად გებოდა ხოლმე საკითხი ასე, რომ ვამხილოთ თუ არა ის ადამიანები იგივე მეთოდებით, როგორც თვითონ ცდილობენ ჩვენთან ბრძოლას და ყოველთვის იყო ხოლმე, რომ არა უნდა ვამხილოთ. ჩვენ მაგათნაირები არ ვართ, მაგრამ ჩვენ მაგათნაირები არ ვართ, მაგრამ ეს გადაცემა ევროანალიტიკა იმედზე მიყავს ცოტნე გეკეჭკორს და პატარა პასაჟს გავაკეთებ, გავიხსენებ რაღაცა ისტორიას. ჩვენი პირველი გადაკვეთა იყო გახარია რომ შევარდა კლუბებში ნარკოდილერების იმას მოსაძიებლად და რომ გამოყარა იქიდან ახალგაზრდები. მაგ დღეს ვარ ბასიანზე მისული სტუდენტი ვყავმეში და ვიღებდი ამას. და ვიღაცა ყვირის რომ ტელევიზიების ადარიან თუ რაღაცა რომელიღაც გამოსული ისა აღელვებული ადამიანი და მოკლედ მიდის ცოტნესთან ისწავლო ჟურნალისტია და ჩამწერეთ სათქმელია და მე ვინ უნდა ჩაგწოს იმედი ჟურნალისტია თქო და გაშუქებ შერაგონია თქო და მე კაი ეგრე რატოა ამბობ ესე მეუბნება ჩვენც ხო მუშაობს და ვაშუქებთ არა რაც ხდება ქვეყანაში და ეგრე აშუქებს ცოტნე გეგეჭკორი დღეს როგორი ბნელია ევროპა რომელიც შეიძლება გაგაგებოს მაგრამ მეგობრებო მე მინდა გითხრათ რომ ვერავინ ვერ გაგაგებებთ მით უმეტეს მათ ვინც უკვე ხართ არ ვიცი კიდე მეორე უბედურება არის რომ დღეს კიდევ ამ თანამედროვე სამყაროში როცა რა ვიცი ამდენი რამე არის ხელმისაწვდომი მარტო ტელევიზია ხო არ არსებობს ამდენი არხებია და ამდენი სოციალური ქსელია და ამდენი ინფორმაციის მიღება შეიძლება კიდე ვიღაცებს ჯერათ ამ სისულელეების არ ვიცი ამდენი ხანი შეიძლება გადართო და გაუძლო მაგას მაგრამ აი მაგალითად მარტო იმედზე რომ ვსაუბრობთ, ბევრი ანუ რუსთავი ორიც იგივე ხდება, ანუ ეგრე არ იყო, მართლა არ იყო რაღაც ნეიტრალური თუ რაღაც ეგეთი ეჭირათ, რომ არც იქით იყვნენ, არც აქეთ და მოდი ჩვენ მარტო რაღაც შოუებს გავაკეთებთ და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ეგ ნიშაც მშვენივრად შეიტყაყუნეს, შეიწოვეს. ჩვენ ვიცით, შეიძლება მაყურებელი მაგას ვერ ხვდებოდა, მაგრამ იმედი ისა რუსთავი ორი თამაშობდა ნეიტრალურს, მაგრამ და არაშუქებდა მაგალითად აქტიურად პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ მაგალითად ქოცემა გზადააკეს, ან ქოცემა შუქნე შენ ჩამოკიტეს, ამას აშუქებდა. და ეს რეალურად ახალი ამბავია, მაგრამ PR კამპანია აშინა სინამდვილეში რა. ნაცების დროსაც ესე იყო. ხო, ნამდვილად. ხო და იგივე ამბავია და რა ვიცი, მაშინ ხო ვიყავით ერთ ამბავში და ხო წავიდნენ ისინი და დავიღალეთ 15 წელი შეიძლება რომ ერთი და იგივე აკეთონ, რა ვიცი. ეგეთი დიქტატურები ცოტა ხანში იმას რა ქვია და დიქტატურაზე გამახსენდა. ხოს უგლანძღავენ, მეც გამახსენდა დიქტატურაზე და ვიცი რა თქმა უნდა ეს ჩაბაკვე ხებ. ხოს უგლანძღავენ ხოლმე ჩვენ ხა TikTok-ზე რა, უფრო მე.
მაგრამ ნაცებო არასდროს არ დაუწახებიათ, ეთქო ხვდებიან რომ არ ვარ ეს ნაცი და კოცი არ ვარ, რაღაცა სხვა ვარ, აი ახალი ჯიშის წარმორაკლები, რომლებიც ჯერ არ იციან როგორ მე მოიხსენიო. ჯენზის ასაკშიც არ ვარ. ხო, მე ჯენზი ვარ და რაღაც დაიბნენ რა, აი ვერ გაიგეს. მე ხალი ვარ ეს კაცია, მაგრამ აი მან ცოტათი იბნებიან. არ არიან დარწმუნებული რომ მე კაცია. შემიძლია ქალია და კაცია თქვენ. კოცი რო ვიყო განახებდით ისეთ შეს როგორცაც ისინი ანახებენ ხოლმე, მაგრამ დამიჯერეთ რომ ქალია ამ პოდკასტში ჩემი და გენიტალიები კაცია. მიყვარს. იმიტომ რომ ვიღაცებს ესე მოვჩეთ! გადავირიე. კარგი იყო კი და ის ლუდი აღარ მოიტანო დავთვერი. რა ხო, მომწონს. სხვათა შორის ნეპალში მაგარი რა ძალიან უბედური ამბები იყო. მაგარი ამბებია დღეს ჯენზიმ გამოიყვანა პრემიერ-მინისტრის ცოლი და ცემაში მოკლა. ძალიან მაგარი ამბებია. ეგ არ წამიკითხავს. ხო. ანუ დადასტურებულად არ წამიკითხავს სწორად მოვისმენ, მაგრამ შეიძლება მართალი არის, იმიტომ რომ მინისტრი იყო ეგ არ ვიცო. ფინანსთან. გასაგები, მაშინ ხო, მთელი ოჯახი რომ მაგისი არ დაიჭერება, თონიკა მიყვარხარ. მთელი ოჯახი მინისტრები თუ იყვნენ, კარგად ყოფილ. სხვათა შორის სწორედ მაგითო რომ მთელი ოჯახი მინისტრები იყო და ზოგადად კორუფციის გამო გამოსულა 20% ყოფილა ქვეყანაში უმუშევრობა და ხალხმა აღარ იცოდა რა ექნა. რაც მოხდა რევოლუციის დროსაც სხვათა შორის, იქაც ვერავინ ვერ მუშაობდა და ყველა მზად იყო რომ ქუჩაში გასულიყო და ესე დაიწყო ეს ამბავი, მაგრამ ეს არის შინაარსი. რა მოხდა კაცო, არ იცი ხალხმა. ნეპალში ეს ამბავი მოხდა რომ 8 ოქტომბერს დაიწყო დიდი გამოსვლები და გამოსვლების მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ დაბლოკეს Facebook, Instagram, YouTube და ყველა სოციალური ქსელი, იმიტომ რომ ესო მას რა ქვია fake news-ებს ავრცელებენ ესენიო და ამიტომ ნეპალში დაბლოკეს ეს სოციალური ქსელები და ჯენზი გაგიჟებულა. ქუჩაში იყო გამოვარდნილი. ეს ნეპალელი ჯენზი თქვენ ეს როგორ გამოიყურება? 20-ზე მეტი ადამიანი დემონსტრანტი მოკვდა. დაიღუპა ხალხი. ხო და გაიზარდა მე ეგ რიცხვი. იმიტომ რომ მე თვითონ მოკლეს ვიღაცები. მოკლედ აქამდე არ უნდა მივიდეთ ხალხო ამის თქმა მინდა, მაგრამ ნეპალშიც კი, ანუ ამის მხარდამჭერები არ ვარ. ხო, აქამდე არ უნდა მივიდეთ, მაგრამ არ ვიცი 19 ადამიანის სიკვდილი გახდა საჭირო ნეპალში, რომ პრემიერი გადამდგარიყო და ჩვენთან იგივე არ უნდა პარლამენტის პრემიერის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების სამი შენობა იწვოდა არხეი. ჩვენ ამდენი ხანი არის ძალიან მშვიდად ვითხოვთ იმას, რომ ხო და ამდენი ხანია ძალიან მშვიდად. ვაიმე ლევან დამღალე. ჩვენ ერთი წელია ვითხოვთ, რომ წავიდნენ მშვიდად და წყნარად, ისე რომ ეს ქვეყანა თავზე არ ჩამოგვექცეს და კიდე რაღაც შანსები იყოს. ხო სწორია. და არ ვიცი სწორია. მაგრამ ჩემს შეგვიძლია რომ უფრო ხმამაღლა მოვითხოვოთ 4 ოქტომბერს და დიდი მედი მაქვს ეს ღირსეული აქცია. აი არ ვიცი. ორი გვამი არ მჭირდება მე. არა, არავის სიკვდილი არ მჭირდება, არც ქოცების მათ შორის ხო. ხო, ნამდვილად. ყველა მშვიდობით დავიშალოთ. ყველამ სამართლის წინაშე ვაგოთ პასუხი, ოღონდ ნამდვილი სამართლის. მოდი გადავიდეთ სტუმრებს. მოდი გადავიდეთ. და როგორც ხედავთ, ჩვენი სტუმრები არიან ჩემს ბოლო დროის ყველაზე პოპულარული დუეტი, რომელსაც მე მგონი პირადად არიცნობთ. ხო, TikTok-ზე მაგრამ ისევ ცხების ხმებით. ჩემს for you-ზეა თუ ია და მაია თუ რაღაცა. თქვენ ვიხართ. აი ლუკა შემეხარ. ძალიან გაგეცინებად. პროფესიით ვარ ისტორიკოსი. რატო გამეცინება კაცო? მე ჟურნალისტი ვარ გამარჯობა. ხო, მაგრამ შენ ხო იგივე სფეროში ხარ ამ წამსაც. რატო? და მთრალი ვზივარ და ლაპარაკობ რაღაცა. ხო, პროფესიით ისტორიკოსი ვარ. მაგრამ ამის გარდა კიდე ვარ, რა ვიცი, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მუსიკასთან მაქვს შეხება. ასე ვიტყოდი. სხვა შეიძლება Spotify-ზე და შეგიძლიათ მოწებნოთ. როგორ მოგწებნოთ? ველუკე. ველუკე, როგორც TikTok-ზე უწერია. Yes. ხო და ამ წამს ვარ მეც კონტენტ კრეატორი და სოციალ მენეჯერი. მეც ანუ უკვე და გვასპოილერე რომ ბექაც არის. ბექა არის თუ არის უდიდესი სტაჟით. მე მაინც აფწყები ვარ დაახლოებით 2 წელი. ხო, მე ასაკეთ ხელს მიწყობს. მეც მარკეტინგში ვარ უკვე წლებია. ვარ კოპირაიტერი, ვარ კონტენტ კრეატორი, ბევრ რაღაცას ვაკეთებ მარკეტინგის მიმართულებით და ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება. გიждები ფოტოების გადაღება, როგორც მე მიიღებენ, ისე მიყვარს მეც სხვაცოცა ვუღებ და უნდა ვთქვა უცებად, ჩემი Instagram-ის ფიდით ძალიან ვამაყობ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზია. მოდით გადავიდეთ რისთვისაც შევიკრიბეთ დღეს აქ 4 ადამიანი. ეს არის კითხვები, რომელიც ვაკავართ, მაგრამ ხო მართლა.
ეს არის კითხვები, აქ არის 10 კითხვა, 5 მე დავწერე და 5 ლევონმა დაწერა. და არ ვიცით რომ და ერთმანეთს იმადა დაწერა არ ვიცით და ხო, ლევონმა გადამიწყვიტა რომ არ უნდა მცოდნოდა და ესე დავაგდა რომ არ ვიცით. თქვენ შეგიძლიათ აქედან 2 კითხვა დარეჯექტოთ, ანუ თუ არ გინდათ საუბარი, არ ვიცი ხა რა იქნება, ლევანის იქნებათ რომ არ მოგინდება საუბარი, ჩემი არა. და 2 კითხვა შეგიძლიათ არ უპასუხოთ, ანუ სულ ჯამში 8 კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა. მაგრამ თუ არ დარეჯექტოთ ბოლო ორს გამოტოვებთ და გაითვალისწინოთ შეიძლება უკეთესი კითხვებიც იყოს. ამიტომ მოდი დავიწყოთ, თუ გინდათ ერთად ამოიღეთ, თუ გინდათ რიგრიგობით ამოიღეთ და მინდი. ოღონდ რო ვწერდი, მაშინ ვფიქრობდი, ხა ერთმა თუ ამოიღო, უცებად შენთვის შეიძლება არ იყოს გულისხმობ იმას, რომ შენთვის საინტერესო არ იყოს და მისთვის იყოს და ეგ არის, ორივე მოპასუხეთ ანუ კითხვებს. მე ისე მაინტერესებს თან თაკოს კითხვები რა ვიცი, ჩემთვისაც გასართობი გახდა. სკანდალური კითხვებია. აი მე სკანდალური კითხვები მინდა. ეპატაჟური. არა, უფრო ისეთი არადეკვატური. ხმის შესვლა რომ გიწევდეთ, რომელი ქართველი სელებრიტის თქმით გააგრძელებდით ცხოვრებას? რელო წურწუმიას ხმასაც მოვიხდენდი სიამოვნებით. აი რაღაცა ეგეთი დაბეგვილი ხმა მექნება. დაბეგვილი. გაფანტავდი ღამის ჩუმეს. კი, თუნდაც. დაბეგვილი. მე მარინა ბერიძე. გიჟდები. მეც ჩემი საყვარელი ბულერია. აი თუ შეიძლება რომ ბულერი ადამიანი გიყვარდეს, ეგ არის მარინა ბერიძე. აი ხანვაი ძალიან საყვარელად რო გასაზიზღრებს. ძალიან მიყვარს. ესე ხან ამეტანი მოსიოდა რას გავხარ და რაღაცებს სუქანი ხარ და სცენაზე ვერ დადგები, მაგრამ მესმის რა პაკალენია და გავუგებ. იქ არის და თაფელისი და ალბათ იმიტომ. ვინ? თაფელისი. ხო. თქვენი პასუხებიც გვაინტერესებს ჩვენს. ვის სიხმით ხო, თაკოს ხომ არ ქონდეს ვის ხმა გეკნებოდა. აბაიმე მე მექნებოდა მაილი საირუსის ხმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩახლეცრილია და რაღაცნაირი კითხვაში ქართველი სელებრიტი ეწერა. უკაცრავად ხა ქართველი სელებრიტი ესე ვერ გამახსენდა და ის ხმა გამახსენდა აი მას ფრანგულ ბულდოგსის ის რო არის. მაგრამ აი რაღაცა ტიპი რომ მევასება ალბათ მაგიტო. ქართველი არ ვიცი. შენ? ვაი მე მეგონა მე არ ვპასუხებ. მე გავაგრძელებდი ცხოვრებას. აი იცი რას მე სიმღერა არ გამოვდის საერთოდ. არც აი სრულიად უნიჭო ვარ, ძაღლი ვარ სიმღერაში. ჩემი ძაღლი უკეთ ყმვის ვიდრე მე მხერი და სულ მინდა რომ ანუ მთელი ცხოვრება მაგას ვსახირო და ყველაფერს მივცემდი, ცალთვალს დავთმობდი. რო სიმღერა შეგეძლოს. ხო, თუ პრინციპში უკვე ორივე აღარ მივარგად. მაგრამ მაინც და აი ვინმე ისეთის რა ვის ხმაც მომწონს და სიმღერაც ალბათ, იმიტომ რომ ლაპარაკის მანერას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. აი მე ხმა რო ამოვუშვა ვინმე ეგეთი ვინ არის ეგეთი. დაბეგვილი არაო. სოფო ნიჟარაძე რა ვიცი მე. არა. და ანრი ჯოხაძე. იუ. აი მარყვა. ვაი ერთი წუთი ვინ არის კარგი მომღერალი. აი ეს კახეთო ჩემო კახეთო. ბაბი კირკიტაძე არის მეორე რო არის გელაგნულიძე თუ ეგაც აი ეგ. კახეთო ჩემო კახეთო არა, ქოცის ხმა არ მინდა. ჰამლეტ გონაშვილის ხმა გიჟდები და ალბათ გავაგრძელებდი მაგის ცხოვრებას. მენა აიკონზე წახვედი. მინდოდა აიას და იას ბიფში ვისი თიმი ხარ? ბიფი ანუ მაიას ანუ ეგ ეპიზოდი თქვენ საიდანაც ჭრიდით ამბავი იყო რომ იას და მაიას დიდად კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ეგ მართალია. კი, მართალია და მაგიტო. იასაც როგორც კი, შენს და იასაც. მე რა თქმა უნდა თიმია ვარ. რა თქმა უნდა. შენ მაია. თავად. შენ თავად. მაიას ამ შენ მაიას თემი ხარ შენი მაია ძალიან მიყვარს, აი მართლა ძალიან მიყვარს. და მაია და პროფილი არის ჩემი ბავშვობა. აი ჩვენიც მე მგონი. ხო აი მეორე დღეს სკოლა მქონდა წინა საღამოს ესე ვიკრებებოდით ხოლმე ეჯერით წევრები და ვუყურებდით პროფილს და ვტიროდით ხოლმე ყველა ერთად. ეგ ძალიან კარგად მახსენდება თან მაია მგონია რომ ძალიან კაი ადამიანია, ანუ ესე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ეგეთი წარმოდგენა. არც ჩვენ, მაგრამ მხოლოდ ეგ გაგვიგია. მხოლოდ ეგ არა, მე კიდე გამიგია რაღაცა მაიაზე მიუხედავად რომ შეიძლება გემოვნების საკითხი იყოს მისი რა გაგიგია რომ წეროა, ეგეთი რაღაცა გამიგია. არაფერს არ ვიცახი. აი ეს წახის კარგი ადამიანთან ერთად იცახი რომ ძალიან იჭერია იმ ნაწილში რომ ადამიანი რომელიც თან მეტნაკლებად მეც მხატვრულ ტექსტს და არა ნიუსურ ტექსტს კითხულობს უსუფლიოროდ მასზე. როგორც ეგ კითხულობს, ეგ ჩემი ასეთ უდიდეს სკილია და თან ეგ ტექსტები ნამდვილად მაგისია. კი, თან ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ ეპოქა შეიქმნა. ეხლა შეიძლება ბოლოსკენ ეგეთი თოქ-შოუს ამყვანი არ ყოლია შინაარსობრივადაც და
ხარისხითაც ხო, ალბათ. თან მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვა, რომ აი რაღაცებზე გამოეკიდო და ეხა ვიღაცამ თქვას, რომ დაიქრინჯა ან რაღაცა, კარგი მნიშვნელოვან საქმესაც აკეთებდა, აი თუნდაც იმ ამბავში, რომ უამრავი უცნობი ადამიანი დააკავშირა ერთმანეთს. ბოლოს და ბოლოს ნინა წკრიელაშვილის ჩვენი საყვარელი ის შეკვდა, რა ქვია, პოპური. მე ზოგიერთი. ხო, და ამისთვის ღირდა მაია ასეთიანის ჟურნალისტობა და წამყვანობა, ხო? ხო. არა. სხვა შეიძლება მაიამ ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა ისე, რომ აი რაღაცა და არ მიითვისა, რომ ეს მის გაკეთებული იყო და მე ვიღაცამ რომ ასევე კარგ საქმეს ვინც აკეთებს, და მე რაღაცა მივედმოვედი, მაგრამ აი დაკარგულებს რო აკეთებდა ხოლმე რასაც მაგალითად საქართველოს ტიროთ, რასაც ახლა მუსეიძე აგრძელებს, კი თითქოს ეგ მუსეიძის ნოუ-ჰაუა, მაგრამ ეგ მაიას ნოუ-ჰაუა, აი უნდა ითქვას რა, იმიტომ რომ იმან დაიწყო და ბევრი რაღაც დაიწყო ეგრე, მე გადაიტანეს და კარგი მიზნებით გამოიყენეს, მაგრამ მაია იყო ინოვატორი ბევრ რაღაცაში. და რადგან ფიფებზე ვიძახეთ, ფიფებზე ვსაუბრობთ პოდკასტში. ყველაფერი ხდება. აი ესეთი ცნობილი და ესეთი ბოლო დროის ბიფი რა გახსენდებათ ქართულ სელებრიტ სასტავში? მე ერთი მახსენდება. რომელი? ნუკის და თამას. რომელიც დასრულდა მე მგონი, მშვიდობით. კი, დასრულდა. დროშა აღმართეს თეთრი. ეხლა ახალი ჩამოვარდა. ისე ემტერება რა ქვია. გიორგი ფხაკაძე. არ ვიცი. ვიტანუკი რო გამოუშვა ვიტამინები, გიორგი ფხაკაძე რო არის კოვიდის დროს რო ყველას კლავდა. მე ვიცნობ დაუკრკულია ბოდიში. და ხო, ეგ ემტარება რომ ეს შენი გამოშვებული მედიკამენტები არ არისო ჯანმრთელობისთვის მავნეაო მოკლედ რა. მე გიჟდები ქართულ შოუ ბიზნესში რაღაცნაირ დაპირისპირებაზე. ვაი მე ჩაქუჩი დაგვავიწყდა. აი მე ჩემი საყვარელი ისტორია ჩაქუჩი, ვარდისფერი ჩაქუჩი. მე მართალია ვერ გავიგებ თავი ბოლო აი ხა მე ხვდი რა ზელაპარაკო ცუცუკო. თავი ბოლო ვერ გავიგებ ვინ რა დააშავდა რაღაც, მაგრამ გავერთე. მე გავიგე თავი ბოლო. მოკლედ სალომე გოგიაშვილის პოზიციებს ზოგადად არ ვემხრობი. და არც მე პროფესია, მაგრამ ის არის რა ქვია, სალომეს ედო ვიდეო, სადაც ჩანაწერი ქონდა როგორ ელაპარაკებოდა ის ქალი, ვიზაც იძახია რომ ჩაქუჩი ჩარტყო, მაგრამ ეგ ზუსტად არ ვიცით, მოდი ასე გავავრცელოთ, მაგრამ მომწონს ეს ვერსია. არის ისტორიას რო ქვია ჩაქუჩი, ეგ კარგია. ხო, როგორ ელაპარაკებოდა ეს ქალი მის ქმარს, ანუ სიგნალში დეტალებში შესვლა რა თქვია, უბრალოდ თან სტუმრებს ვკითხე. არა, იცი რა თქვინდა, რომ ანუ მანდ გარჩევა არის რომელი ქალია მართალი და იმაზე არავინ ელაპარაკობს, რომ ის კაცია. ანუ არც თვითონ არ ელაპარაკობს თავის. იმიტომ რომ იმ კაცს ბევრი ფული აქვს და ორივე სჭირდება. იცი რა, სხვათა შორის აი იმ დღესაც გეუბნებოდი შენ, რომ აი ბოლო დროს რაღაცა ესეთი სკანდალები ანუ აღარ ხდება რა. აი ყველა ძალიან წყნარად არის და ყველა რაღაცა ჩუმად არის და მაგიტო სკანდალზე პირველ რიგში ყოველთვის მახსენდება ხოლმე. ლალი მოროშკინა. ჯანგალი. პოლიტპატიმე როგორ ხდა ჩამბრის განიერიერული კვირით. აი ეგ არის აი მოვლენა რასაც ქვია იმენა რა. მაგ ეპიზოდში ხო კადრებიც არსებობს, ჩემი საყვარელი ამბავი არის, რომ ის სიმღერა რო არ ჩერდება. ჩვენ ძლივს ვიპოვეთ ეგ ჩანაწერი, აი ძლივს გადავქეკეთ რა, იმენა ყველაფერი და ვიპოვეთ და ხო მაგაზე ძალიან ბევრი ვიცინეთ, მაგრამ აი თავიდან ბოლომდე არ მოიპოვება რა და მაგაზე გული გწდება ძალიან. და რა უსაუნია რომ ეხა ორივე კოდსია. ხო, და სხვათა შორის ჩვენ ისეთ ადამიანებს ვცდილობთ რომ რეიტინგი არ აუწიოთ. ვინც კოდსია და შესაბამისად ძალიან ნაკლებად იხილავთ ადამიანებს ჩვენ კონტენტში. არა და მე მინდოდა რომ რაღაც გურანდა გაბუნია შემოგეყვანათ, გაგეცოცხლოთ. მოგიხდებოდათ. კი, მაგაზე ვიფიქრია მე. გურანდა რომ შემომეყვანა, მაგრამ არა. კატეგორიულად არა. ანუ ცხონებული კოდსებიც არ შეიძლება. არავინ არ შეიძლება, ვინც ეგეთია. ყოველ შემთხვევაში ამ აი ერთი ვერსია მაქვს პროსტა, აი ანუ შენ ვიღაცა გინდოდა მე მგონი და არ მინდა რომ ვთქვა. თქვენ არ მინდა რომ ვთქვა. ნუ ჩვენ ექსკლუზივები ისე ამბავი არის ის რომ თქვენ რა დუეტებით გაქვთ ხომ ეგ იდეაში რაღაც კეთილი ამბავია რა ანუ ზოგი არის ისეთი რაღაცები რასაც ანუ მაგაზე ღადაობასაც ვერ იკადრებ რაღაც ძალიან კეთილი ამბავია და თან ეს ყველა ადამიანი ვისაც ჩვენ განვახსახიერებ ყოველთვის ჩანს ძალიან ისეთი რა კიდე ერთხელ ვიტყვი აიკონიკ ანუ ეგეთი ტიპი ჩანს ყველას ყველა ვერ მოხვდება ია და მაია ყავთ და გია ყავს და კიდე ზალიკო ბერგერი იყო რომელიც კოცია მაგიტო იყო წამიერად რომ გაგვიჭდა ვეღარ იხილეთ მეორე ნაწილი და გაგრძელება იმიტომ რომ მანდ უფრო ვრცელი შემოსვლა აქვს შეიძლება და კი ხო კაი ბიფები მოგვენატრა და ადრე მართლა თუში ერთხელი იყო სულ იხარა და აღარ გუსმის ვერ ხო მე იხარ ისეთ მთელი ქვეყანა სკანდალში შედავდა საღათაოთეს ეს ერთმანეთს ვცემს და აღარ არის უცნაური ხო პიდაპირ კაკებით შემდეგი
რომელიც თვისება გაღიზიანებს საკუთარ თავში. ანუ ნებისმიერ დისკომფორტზე აი უცებ ქარი ამოვარ და თავი მტკივა. აი უცებ მითხარი რომ აი შენ აქ არის და იცი აქ უნდა გადაჭდე უკვე თავი ამტკივდა. ყველაფერზე თავი მტკივა. დავიხალე მაგ დავიხალე. ტომოგრაფია რამე არის. კიდე რამე ანუ არაფერი არ მაქვს. გირჩევდით ერთ-ერთ კლინიკას უახლესი სტანდარტების უახლესი. და ამაზე ის მაგ რა ქვია, ციტრამონს ვსავდი ხოლმე რომ გაეყუჩებინა. აქ ხო ციტრამონი ვინმე შველის? სხვა შორის ციტრამოს იყნებენ, მაგ შემდგომს იყნებენ თანამედროვე წამლებში. ციტრამონის ზედოზირება მქონდა. პერედოზი. აი 8 ციტრამონს ვსავდი მაინც თავი ერთი და რომ მოქმედებს. მე გადავედი სტაბილურად. აყუჩებელზე და ეხა კარგად. ხო. ხომიც ანუ მე ესე ყველაფერზე ამბივა თავი, მაგრამ როცა მტკივა ციტრამოს წამალში საერთოდ არ გამყავს. აი ვალერიანი არა. გადმორაშტია, ხო, აი, მაგრამ შემოდგება ციტრამონი აი ესეთია რომ ის სულ გიგდია სახლში. შეიძლება ხო. ან თან ყოფილა ხოლმე რომ გამიხსნია აფთიაქიდან ამომიხია, გამიხსნია და აი უკვე აი რაღაც დაკუცმაცებული როა და დატეხილი და აი ეს ჩამიყრია. ეს სვერი ეგ სხვა გამოსავალი როა. როსვა არა. ციტრამონზე როზის. შენ ციტრამოს ლომკები. მე მაქვს ესეთი თვისება ერთი. ყველანაირად ვამართლებ ჩემ თავს ხოლმე. როგორ? ყველანაირად ვამართლებ. ხანდრის გამო ხა. ანუ მაგალითად მაქვს გამოცდა, მაქვს ბევრი საქმე სამსახურში პირობითად. რაღაცა პრობლემა, რაღაცა ნებისმიერი რაღაცა და ანუ ეს ყველაფერი ანუ არ სრულდება არასოდეს რა. და ნუ ვფიქრობ ხოლმე რომ გავანეიტრალო ყოველთვის ჭამით. ჭამი? ხო, აი მაგალითად დღეს ეს მაგას მოხდა. ბევრი აკეთებს. კაი ლუკა დღეს შენ სახლში რომ მიხვალ, აი ამას შეჭამ. და ჩემ თავს ესეთ პირობებს ვუწესებ ხოლმე რა და ძალიან ბედნიერია მე. ლუკა ხო. ხო და რომ მივდივარ ხოლმე სახლში და რომ ჭამ, მე ძალიან ნანობ ამას. რომ ეს გავაკეთე და ხავამთვისება ეს თვისება მაღაზიანებს ძალიან. ჯერ ახალგაზრდა ხარ და შეირგე. ჯერ სათხარ ერთი მოიცადე 5 წელი და მე ნახე ეგ არასოდეს არ სრულდება, ანუ თავის გამართლება არასოდეს არ სრულდება, რომ აი დღეს ეს მოხდა და ვიმსახურებ. და ძალიან მოხლის ფაქტი. ლევან შენ? იქნებ მართალი ხარ რამე? შენ რა გაღიზიანები შენს თავში? ფიზიკურ მამა. კი. ფიზიკურად თუ ვიტყვით აი რაც მაწუხებს ფიზიკურად და მეგოიმება არის ყურში მაკლია და აი რა თქვი ხო გვერდზე ხარ პერიოდულად საკომ კარნახობს ხოლმე შე რა თქვი ანუ ეგ ნერვებს მიშლის რა მაგრამ რა ვქნათ ესეთ აბატყოფობა მჭირს ცოტათი ყრუ ვარ და თვისება მაგრამ იქიმთან არ მიდის წლებია არც ხარ ყოფილ ვარ მე ხო ვიცი რაც მჭირს გენეტიკურია მამის ხვიდა რომელსაც არ ვიცნობ და ისეთი თვისება არ ვიცი მე არ მომწონს აი მაგალითად ეგეთი თვისება მაქვს რომ როცა რაღაცას ვერ წყვეტ მაგრამ დაახლოებით ვიცი როგორ გადავწყვეტ ამას ვეკითხები ხოლმე ჩემს მეგობრებს და თუ იმას ან პასუხობენ რაც მე მაწყობს მაინც ისე ვაკეთებ როგორც მე მინდა ამით რომ თავრდებოდეს ეს იქნებოდა კარგი გამოსავალი ისეთი ამბავი შეიძლება აიწიოს თუ პირიქით პასუხობენ რაც მე არ მაწყობს მე ვჩხუბობ რა რატო ანუ ეს ყოფნა სწორია მეორე და მე ესე მეშხუბი რომ მაშინ რაღაც გვეკითხები და კიდე ერთი სულ თვისება მაქვს რომ სხვა ძალიან ბევრს ლაპარაკობ, აი ძალიან მწვანე ხოლმე. ისე ძალიან ცოტას ლაპარაკობს მათ. ნუ ისეთ ბევრს, იმდენად ბევრს ლაპარაკობს, რომ ხობს არ. ჩემ თავში რა მოწესა, მე მივიტყვი ლევანი რაზე მახიზიანებს და მე თქვით მეგობრები ხარ. ეს რაღაც ბოგმა აქვს ჩემზე რა ლაპარაკობს. და ერთმანეთს ჩვენ ლაპარაკობს შვერი თავის სულისერებზე. შენ მიგედა შეიძლება. მე მაღიზიანებს, რომ მაგ სიტყვას მორიდებული არ ქვია, მაგრამ აი რაღაც ეგეთია რა. ან ხშირად თავს ვიკავებ რაღაცეებზე და არ უნდა ვიკავებდე თავს. და ლევანში რაც მაღიზიანებს აი პრინციპში თვითონ თქვა რომ არ გვაწდის ლაპარაკს. ხო როგორ არ გვაწდის? ჩემს აზრზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება ვერც ერთი ჩემი მეგობრის აზრი ხო მართლა. აი ვუყვები, ანუ თვალებში მიყურებს და 2 დღის მერე რომ ვუთხრა რომ ეს ხო გითხარით, ეგ როდის მითხარიო? ანუ არ მისმენს. ამ მეხსიერების პრობლემაა, მაგრამ ან შეიძლება არ მისმოდეს და არ დავამახსოვრდეს. შენ თქვი ხა ჩემში რა გაღიზიანებს? გასაგებია რომ მე არ ვიცი. ანუ ესე ბევრი რაღაც კაცო, მაგრამ გვერდ 8 წელი აღარ შემელია, მაგრამ იცი, მაღიზიანებს არა თაკოს თავის ციკები აქვს, მე ჩემი და ესენი ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე და მან ვეტაკებით. ჩემს სივრცეს ნუ არ ყვე.
ხო, აი რაღაცა მოხაზული აქვს თავის ტერიტორიაზე. აი ძაღლები რო აფსაბე რო ეს ჩემი, ხო იცი და ამას არ შეიძლება. აი შეიძლება მაგათი ქურთუკი ეკიდოს საკითხზე და იქ ჩამოკიდო და აიქ არ უნდა ჩამოკიდო და ეგეთ რაღაცა მაგაზიანებს. წვრილმანი რაღაცები. ერთი კონკრეტული შემთხვევა იყო და იყო პალტოზე, რომელიც ახალი იყო, ერთადერთხელ და მოხდა. რა ბინძური კურტკა მაქვს თუ რა მოხდა რო გადავკიდო. ეხა ვიჭყუებთ. ამოიგეთ. ჩვენ პრობერს ვლაპარაკობთ ის თუმრები რო არ ვაცდით. მოგზაურობისას აეროპორტში ჩამოთმები რომ გაგიხსნან რა იქნებოდა ყველაზე უცნაური ნივთი, რასაც იპოვიდნენ. მე ვარ ეჭებდებ. არა, რო არც მაქვს უცნაური ნივთი. ისტორიული ფიგურებიდან აი მისი თემა. ვინ იყო ყველაზე cool influencer-ი? აი ან ეხლა ვინ იქნებოდა თანამედროვეობაში რო არსებობდეს და ან ვინ იყო ვისი აზრიც იყო ძალიან gold. აზრი არა, ალბათ უფრო მიმდევრები ყავდა რა. ხო, კონდი ესო დავარეჯეთ, არ ვთქვა თუ ხო ვილაპარაკეთ და ვინმე სხვა. ისო დავარეჯექტოთ არ ვიცი. ძალიან გთხოვთ მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირს. ბლოკეთ. აბა, კარგად უნდა მოვიფიქრო, ხო მე ისტორიკოსი ვარ. ალექსანდრე უი, დიდი. ხო, ისტორიკოსი ხარ თან. აი მე რატო ვუთხარი შენი თემაა თქო. რა? აი კიდე არ გისმენდა. არ ვუთხარ ვიცი, მაგრამ მე. ანუ მაგითო ვუთხარი ისტორიაზე რო იყო კითხულება. მე არ ვიცოდი რომ ისტორიკოსი იყო. რახან cool-ზე არის საუბარი, მაშინ აი ჯერა. მე ალექსანდრე დიდზე ვიფიქრე, მაგარი ინფლუენსერი მე ელიზაბეთ პირველზე. ხო. გონია რომ ყველაზე აუ და კლეოპატრას ეკდებოდა კარგი ფიდი ინსტაგრამზე ალბათ. მეც ეგრე მგონი. იმენა queen იქნებოდა ელიზაბეთ პირველი. ძალიან. და იმენა აი ყოველას შეგვაშინებდა ვიდეოებიდან. თან საბჭოების იქნება არიციან ვინ არის ცოტა. ელიზაბეთ პირველი არის ტიუდორთა დინასტიის ბოლო წარმომადგენელი, რომელიც არის ინგლისის დედოფალი და ну ოქროს ხანა არის ფაქტობრივად ფაქტობრივად არა ელიზაბეთ პირველის პერიოდი ოქროს ხანად ითვლება და შესაბამისად რაც კი კარგი გააკეთა თუნდაც შექსპირის მოღვაწეობა ელიზაბეთ პირველს სახელს უკავშირდება და მის პერიოდში მოღვაწეობს და არის თუმცა არ ბანაობდა ხშირად ხო? ხო, ეგ ფაქტი მეც ვიცი. იცი რა ეს მოარული ჭორები სულ დადის და ივლის ეს კი რომელი წელი იყო ეს ვირჯინობაზეც თუმცა რაღაცები რაც ისტორიულად არ დასტურდება მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ქალწული დედოფალი ეგრეც წერია ხოლმე. კი, მაგაში პრობლემას ვერ ხედავ ბანაობის არ ბანაობაში ხედავ. ქალი ანუ არავის არ უნდა და რომ ყოფილიყო დედოფალი, მაგრამ რამდენი წელი 60. ქალწულობა საჭიროა რატოა საერთოდ იქნება არ უნდა გაკეთოს სექსი. ქალწულობა საჭიროა რატოა ანუ ანუ ეგ არ იციან უბრალოდ ქმარი არ ყავდა და მაგით ოიძახდნენ მაგას. არ ვიცი. თორე ხა რა ვინ შემოწმასეობდნენ ზოგადად ხორბანაობდნენ ესე აქტიურად. არა სხვა შორის ხა. არ იყო საშუალება. ანუ ეგ დადასტურებული. ეგ დადასტურებული. 90-იანებში რო კვირაში ერთხელ ბანაობდნენ. მარტო გავცელა შავი ჭირი და უბედურებები მე. კი. თუმცა აი მაინც რახან cool influencer იქნებოდა ეხა მაგაზე საუბარი არ მინდა. დაიბანდა, დედოფალი იყო. ეხა influencer-ი რო იქნებოდა შენი ბანდი 90-იანებში დაბადებული ბავშვი ხარ და როგორღაც მოახერხებდა დედოფალი ქალი. ოკეი. შენთვის ჩემთვის თამარ მეფე. გიჟდები აი ხალი იქნებოდა რაღაცა იცი. Get ready with me დღეს მივდივართ მეორე ქმართან პაემაზე. ეს ჯვარი ლაშა გიორგი. გიორგი ჩაიცი დეტალებით. რუსუდან გამოდი კარავიდან. ეს პამპერსები გამოგვიგზავნა ფარმა დეპომდა. ლამე წმინდანია ხო? გავგვათრევენ ყველაზე მეკატავეთ. გონი შერაცხეს. არა ნამდვილად შერაცხეს. იქ უთუმის თალსახად. ინფლუენსერიო და კარგი პონჩი ვიძახდით რა. შენ რა იქნებოდა? რა? სანამ არ მივაჭრით. არ მესმის. სანამარ ჩანაწერში ნახავ ლევან ჩანაწერში. მუსიკა და ქართველობა ფანოღი ჩვენი არსებისა. ტურისტი რო ჩამოიყვანო საქართველოში, ეხლა ზუსტად ფანოღზე არ არის, მაგრამ აი რესტორანში რო წაიყვანო და
თბილისური თუ როგორ ქვია მაგ მუსიკას ქალაქური. ქალაქური მუსიკა რომ მოასმენინო ჩემი აზრით მასე გაიგებს ქართველების შესახებ ბევრ რაღაცას იმიტომ რომ თან შეიძლება რა იყოს საყვარელი სიყვარულზე რა ვიცი ჯობია ფოლკლორს მოусმენინო მაინც ჩემი აზრით ფოლკლორი ახლა მაინც უფრო რთული გასაგები არის ყველას თუ ყური არა აქვს და რაღაც გარკვეული გამოცდილება არ აქვს შეიძლება ვერ მიხვდეს და ეგ ისეთი რაღაცა რომ აი ქართველების გულს გაიგებ თუ რაღაც ეგეთი და თქვენ თუ მეთანხმებით მაინტერესებს კი ფოლკლორი აუცილებელია თუმცა მე ქალაქურ სიმღერასაც არ დავარეჯექტებდი ამ შემთხვევაში აღიარე ხალხო ფანახსაც უსმენ ის ქალაქურ სიმღერათა მე რას უსმენ სხვადასხვა ქალაქური სიმღერა და ფანო ფანოღის ყველა და ფანოღის და არა ქალაქური არა ქალაქური ახსენა და მაგიტო თქვი თორე ფანოც როგორ არის მე როცა 400-ზე ვარ აუცილებლად უნდა ჩავრთო არის ეგეთი სიმღერები რამოდენიმე მოიძებნება ჩემ პლეილისტში რომელიც უნდა ჩავრთო და მომენტალურად კარგ ხასიათს რომელი ერთი კითხარი იქნებ ჩვენც უსმენთ მეც მაქვს მე მეც ვიტყვი რა ვიცი აი ნინო ტრეიძე კარგ ხასიათზე მაყენებს ძალიან ლეილას აფრები ნამდვილად ფანოღს და ხატია წერისლის შემოქმედება რაში გადის მეძავობაში აფსაც კი მე მგონია რომ მისთვის ძალიან დიდი ის არის სტატუსი ხო სწორად გავიგე ის ვის საკალის თქვა კი რა ვიცი ეგეთ ის გამახსენდა ახსენდა გამახსენდა ეგრო სისხლიან რაღაცაზე ომს რო აჩერებდა რაღაც იმღერა რო არის ხო ხელს გეყოფა ხო და ეგ რა ჟანრი არ ვიცი მაგრამ მახსოვს რომ ბავშვობაში ძალიან ვერთო მე ეს მოისა რაღაცას ვღერო და იმას წამალს ეგ თხოთ ამას თუ ეგ სხვა არის ეგ სხვა სხვა არის თუმცა ეგეც ისეთია თხოთ ამას ნუ გაიგეთ შატილის ასულ არის მაგის კარგი რემიქსი ფილადელფიაში გააკეთებინა ეს რემიქსი და სად გააკეთებინა ფილადელფიაში ეგრე წაგე ეგრე ქვია მის დაწესებულებას რომელიმე არა ფილადელფიაში გაუკეთეს ამ სიმღერის რემიქსი და შემდეგ უკვე თვითონ ხმა დაადო და მე თუ არ ვწდები ნიჭიაში ისე ჩვენ კი ვღადაობთ ახლა მაგრამ ჩემს ადამიანი პროსტიტუციის ან ამისთვის ხელშეწყობის გამო თუ ადამიანებს ტრაფიკინგში არითრებს ციხეში არ დაიჭდეს არ უნდა იყოს დასჯადი პროსტიტუცია ხო მაგრამ ლეგალური არ არის ამ ქვეყანაში და მაშინ მაქინდა დავიწყოთ რომ ლეგალური უნდა იყოს აუცილებლად ბუდიში საერთოდ ხოლმე ეს წამიგებს ხოლმე ხანდახან შენ თქვი ახლა ბეკა არა მე ფანოხს ვერ უსმენ ფიზიკურად ვერ უსმენ ერთ-ერთი აი ეს ნინა არის რაზეც ყველაზე მეტად ხალისო თუმცა აი აღიარე რა შენ ყურცას მე შეგიძლია რომ მაგ ყველაფერს უსმინო კი როცა სუთხასიაზე ვარ შეიძლება მართლა ჩავირთო დამაბა მაინც არ უსმენ ვის რომ დამაბა სადავარ ხო შენ ისე არასოდეს არ ჩაგირთავს არა მე არ ვერ უსმენ მოგზაურობა ზურგ ჩათვით თუ ჩემოდნით ჩემოდნით რა თქმა უნდა და ხა უფრო გამწვავება მინდა და ისეთი პასუხის გაცემა და დამასწარი უკვე ზურგ ჩათვით რომ მიდიხარ უფრო ბევრი სიარული შეგიძლია ჩემი აზრით ან მოიკიდო და იარო და ჩემოდნით ცოტა უფრო რთულია ხოლმე და აი ერთხელ რომ მიდიხარ სამოგზაურო საქართველოსგან ერთ ქალაქში ჩადიხარ და მე როგორ ბრუნდები თუ როგორ გირჩევნია რომ გადახვიდე და რაღაც გადავიდე მე უკვე დაბრუნება არ მიყვარს არასდროს ან რაღაც პერიოდი არ აქვს აბა ეს მოგიხსნა მაქვს მე ყველაზე დიდხანს 12 დღით და ბოს ძალიან დაღლილი ვიყავ, იმიტომ რომ დღეში 18 კილომეტრს რო დადიხარ, მე უბრალოდ სახში მინდა, ჩემი საწოლი მომენატრა. მე ყველაზე დიდხანს უცხოში ყოფილა 6 დღით მეტი ვერა. 6 დღით და ჩემი ოცნება რომ წავიდა აი ერთი თვით და რო არ გეჩქარება არც დათვალიერება და მელა რომ მოძრაობ, აი ეგ არის ჩემი ოცნება, იმიტომ მე და ეს ერთად ვიყავით ახლა წინა ახალწელს პრაღაში 14 კილომეტრს დავდივით, რაც მისთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ მე მოვკვდი ხალხო. იმის მერე ვერ გავიმართე. მართლა. თქვენ ეს კითხვა აღარ გერგება თողონ. ხო, სიცივემ შემაწუხათ, რომ ისე რატო ამოიღონ და მე რა. ამოიღონ, მაგრამ არ უპასუხონ წესია. ხო, დარეჯექტებულიყო. აი, ესეც მისი ნაწილია, რომ წესია. ქალი-ქალია და კაცი-კაცია. ისე შენ ხო ბევრს მოგზაურობ? კი. ხო, და საყვარელი ქალაქი ქვეყანა ან თავგადასავალი სად გადაგხდა? ამში რამდენიმე ჯერ ნამყოფი და ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს. ამსტერდამიდან ყველა დეტალი მიყვარს, აი თავისუფლებიანად დაწყებული, ყველაფრით დამთავრებული. ძალიან მიყვარს. და მეორე ფავორიტია პახი. პარიზი? პარიზი. ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს. ეგზოტიკური თუ ყოფილა რა მაშინ ცხოვრებაში ისე. არა. არა, ხო? არა, არ გიშდები ეგზოტიკურ კოტებს. მეც აი სადაც კომფორტულად ვერ ვიქნები, მგონია რომ ვერ ფული თუ გაქვს ეგზოტიკურ ქვეყანაში კომფორტულად. ფული შეიძლება გქონდეს, მაგრამ ახლა ყოღორო მაწუხებს, ვეღარ ყველგან გაწუხებს ყოღო. მე ყოღოები არ მეკარები. არც მე საერთოდ.
ყველაფერი მკბენს რაც იმდენად მეკარბიან, წულიც კი არ მე ისე ხო ყუში არ მესმის. მაგრამ ის წულამდეც არ მოდიან, რომ რაღაცამ შემაწუხოს, ამ საერთოდ არ მაინტერესებს მათი არსებობა. ნუ რაღაც ქალაქში რომ მიდიხარ, ჩემი აზრით ერთ მუზეუმში მაინც უნდა მიხვიდე რომ გაიგო რა სად იყავი და ასე შემდეგ. მარტო ბარში და გართობა და ანუ ეგეც კარგია და აუცილებელია, მაგრამ რა ვიცი რაღაცისთვის ხო ჩადიხარ. კითხვა გავუმაზეთ. რა კითხვა გავუმაზეთ. ქართველი სელენა და ტეილორი, ანუ ქართველი სელებრიტებიდან ვინ არიან ტოპ დაქალები და თქვენს დუოს თუ აქვს ამის პოტენციალი? დაქალები არა, მაგრამ მე დავარ ეჯექტებდი ამ კითხვას. იმიტომ რომ ვერ გავიგე. არა ყურში გავიგე, მაგრამ ვერ მევხვდი. არა, ვერ მევხვდი რას გულისხმობს. სელენა და ტოპ ტეილორი დუეტებზე. ზოგადად. ხო, ტოპ დუეტებზე. ხო, დაქალები. ტოპ დუო არის და ისეთი რა ქვია. ქართველები ვინ არიან? ხო, აი ქართველი ორი დაქალი ვინ გახსენებთ, რომლებიც მართლა მეგობრები არიან. იმიტომ რომ აი რაღაც შოუ ბიზნესში ხოლმე ნუცა თოფურია და ეს ევროვიზიაზე რო წავიდა ქოცი. მარიამ შეგებია. უცდაური დუო. ისე მეც ერთი გავახსენა. აქციებზე და ცემენ და მეორე ქოცებს უმყარეს. ნუცა სიყვარული ჩემგან, მაგრამ უცნაური მეგობრები ხართ უბრალოდ. არაფერი ცუდი. ჯიმ ბოლსკი უნდა წავიდეთ და მადლობა უნდა გადაგიხადოთ რომ მოხვედით. ძალიან გამიხარდა მართლა რა. წარმატებებს ვსურვებთ ჩვენ თქვენს ხომ არხს. ვილაპარაკეთ ბოდიში. მართლა ესე არ ვიქცევთ ხოლმე გაცხოველებულები, მაგრამ რაღაცა რო არ ვიცოდეთ 11 კითხვები ჩვენ შემთხვევით გავერთეთ. კი. იმედი მაქვს თქვენს. ეს ჩემი საყვარელია. რაღაცა დაიძახისიათ. მადლობა. და თქვენ გამოგწერეთ. ხო, სულ გავიწყდება რომ გამოგვწეროთ. სამშობლო